ესე იგი ჩვენთან სატრაპეზოში ყოველ შაბათს ვიგირბებით შეწევნით საუბრობთ ბიბლიაზე, ბიბლიის სხვადასხვა წიგნზე, ახალი ერთმანეთზე. ნუ დღეს უნდა ვისაუბროთ იობის წიგნზე. მე-17 თავი უნდა წავიკითხოთ, სადაც იობი შემდეგ სიტყვებს ამბობს, რომ შემუსრა სული, ჩამიქრა დღეები, საფლავი მზადაა ჩემთვის. პირველი მუხლთან დაკავშირებით შეიძლება შემდეგი რაღაცა ვთქვათ რა. აქ უნდა გავიხსენოთ წმინდა მამების დარიგება, რომელებიც ჩვენ ასე გვასწავლიდნენ, რომ ადამიანს უნდა ახსოვდეს სიკვდილი. საფლავი მზადაა ჩემთვის, ასეთ სიტყვებს ამბობს იობი და მერწმუნეთ რომ ყველა ჩვენთაგანისათვის იქნება ადგილი, სადაც აუცილებლად დაგვარხავენ რა. მაგრამ ერთი რამე იმედია ასე იქნება, იმიტომ რომ სამწუხაროდ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი საფლავის ღირსით ვერ ხდება. ჩვენ ხშირად ვიხსენებთ თორმეტ პიროვნებას, რომელმაც საშინელი ზიანი მიაყენა უამრავ ადამიანს, რომ მიწის ღირსით ვერ გახდა. ვინ იყო ეს ადამიანი ხო გახსოვთ? ვლადიმერ ილიჩ ლენინი, რომელიც ფორმალში ახლა აჭკუმპალოვებენ და ყავთ მუმიასავით იქ დადებული და უამრავი ადამიანი მეგონი დღეს დადის მისანახავად რა. ეს მე-20 საუკუნის მუმია, რომელიც არის წითელ მოედანზე იქ. და ღმერთმა ქნას რომ ჩვენ გავხდეთ მიწის ღირსები რა. ეს რო იცოდეთ, ერთი ესეთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელსაც ძალიან ყურადღებას აქცევენ მაგალითად ათონის მთაზე. ათონის მთაზე ასეთი ტრადიცია არის. როცა ადამიანს დამხრავენ 3 წელი მისთვის ლოცულობს წელი მონასტერი, შემდეგ საფლავს ხსნიან, თუ ადამიანი არის უხსნელი. ისევ იატრიალებენ, მე განსაკუთრებით იწყებენ ლოცვას, ასე 3-ჯერ ხდება გადამხრა. და თუ ბოლოს მიწამ ადამიანი არ მიიღო, ეს ასეთი დასკვნა გამოაქვთ, რომ ანუ ის ვერ გახდა სასუფეველის ღირსი და მიცვალებულს ვაში აგდებენ, რომ ასეთი რაღაცა გამიგია ახლა რა, ამას თავს ვერ დავდებ, მაგრამ ფაქტია, რომ მაგალითად ათონის მთაზე თქვენ საფლავებს დიდი ხნისას ვერ ნახავთ, იქ აქვს საძვალეები, სადაც მე ადამიანებს მიწა რომ მიიღებს, სულებს ამოიღებენ და საძვალეში დააბრძანებენ და ყველა თავის ქალას აწერია სახელები, ვისია. გამიგეთ? ასე რომ მიწა ქცევა, ეს არის ის კურთხევა, რომელიც ღმერთმა მოგცა. მაგრამ არის ახლა სხვა შემთხვევები, როდესაც მაგალითად მიწა აღებულობს ადამიანს, მაგრამ ეს არის უკვე სიწმინდის თვალსაზრისით, როდესაც მაგალითად გახსნიან საფლავს და ნახავენ მიცვალებულს, რომელსაც მირონდენა, კეთილსურნელება, აქედან ნასკვნია, რომ ეს ადამიანი წმინდანია და ჩვენ ვიცით, რომ ეკლესიას უამრავი ასეთი წმინდი აქვს და ასეთი წმინდანი ყველაზე გამორჩეული ახლა, ყველაზე გამორჩეული არა, ერთ-ერთი გამორჩეული უბრალოდ ვიტყვით, არის წმინდა სპირიდონ ტრიუმფიტელი, ხო? მე-4 საუკუნეში მოღვაწე მამა, რომლის უხსნელი ნაწილები დღესაც არის კუნძულ კერკირაზე და უამრავი ადამიანი მიდის და მასე ესე იგი ემთხვევა მის წმინდა ნაწილებს და გამოითხოვს მისგან ღვთისგან შეწევნას, ხო ასეა რა. ანუ პირველი მუხლი ჩვენ იობმა გვითხრა. პირველი მუხლში გადმოცემულის აზრით, რომ ყველა ადამიანი უნდა ფიქრობდეს სიკვდილზე. სიკვდილზე უნდა ფიქრობდეს, ოღონდ არ ავანტყოფოთ. ზოგიერთი სიკვდილზე ფიქრით შეიძლება დეპრესიაში ჩავარდეს. პირიქით უნდა ხდებოდეს, როცა გახსოვს სიკვდილი, ადამიანი მამები რატო გეუბნებოდნენ, რომ გახსოვდეთ სიკვდილი, რომ ცოდვა არ ჩაიდინო რა. ადამიანს უნდა ფიქრობდეს, რომ რა იცი რომ ისწავლოთ ამ ქვეყნიდან, შესაბამისად მზად უნდა ვიყოთ ღმერთთან შესახვედრად. და შესაბამისად ადამიანი რომელიც გონიერია და გონიურულად და ჯეროვნად და სწორად ფიქრობს სიკვდილზე, ის ცდილობს რომ ცოდვა არ ჩაიდინოს. ასეთ შემთხვევაში სიკვდილზე ფიქრი მაცხონებელი შეიძლება იყოს და სასარგებლო იქნება უბრალოდ თუ ვიტყვით რა. მაგრამ თუ ახლა ხო გეუბნები სიკვდილზე ფიქრმა დეპრესიაში ჩავარდა უიმედო სასწრაფვითელებაში, გამოდის რომ არასწორად ფიქრობს ადამიანი ამ საკითხთან დაკავშირებით. მხოლოდ ქირდავნი მარტყიან გარს და მათგან სიმწარით აღამებენ ჩემი თვალები. ქირდავნში დამცინიან, შეურაცხყოფას მაყენებენ. აბა ბიბლიური ისტორიიდან ვინ გახსოვთ, რომლის მიმართაც დაცინვა, შეურაცხყოფა იყო ადამიანის მხრიდან ყველაზე მძიმე ცოდვა. მაცხოვარი ხო? რო გახსოვთ, მაცხოვარი როცა მიყავთ ჯერ გეციმანის ბაღში შეიპყრეს, როგორც ცემეს, ანერწყვეს, შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს იყო ყველაზე საშინელი, რაც შეიძლება ადამიანს გაიგეთებინა. ჩვენ ადრეც ვთქვით, რომ იობი გარკვეულწილად წინასახია ქრისტეს, იყო სიმბოლურად გვაჩვენებს იმ გზას, რომელიც მაცხოვარმა გაიარა.
და ასევე როგორც ზიობს შეურაცხყოფას აყენებდნენ და დაცინოდნენ, გულს ტკენდნენ, დაცინით უფრო არა, მეგობრები ხო ტკენდნენ გულს, ოდესაც ეძებდნენ რაღაცა ბიძს, მიზეზს იმისა, თუ რატო არ ხარ შენ ასეთ მდგომარეობაში, თუ მაცხოვრის მაგალითი ნათელი დასტურია იმისა, რომ ადამიანის გული შეიძლება ისე გაქვავდეს, რომ თვით ღმერთსაც მიაყენოს შეურაცხყოფა, ასე რომ თუ ჩვენი ცხოვრება სწორად და თუ ვიღაცა ჩვენ მიმართ უსამართლოდ მოიქცევა, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჩვენ ვართ ქრისტიანები, ქრისტეს მიმდევრები, მისი სწავლების გამზიარებლები, იმედია და მისი ცნებებით მაცხოვრებლები და შესაბამისად ახლა არ უნდა გაგვიკვირდეს თუ ლანძღვა-გინებას და შეურაცხყოფას და დაცვინებას დაგვიწყებენ. თავარია ჩვენი საქმეები, ჩვენი ფიქრით და ჩვენი სიტყვით ვიყოთ ღმერთთან. ეს არის მთავარი. დანარჩენი უკვე მეორე, მეათე და მეათე ხარისხოვანი. რადგან დახურენ მათი გული გონიერებისათვის. ამიტომ არ აღზევებენ მათ. ან რა შემთხვევაში იწყებს ადამიანის სხვა ადამიანის დაცინას, უძე არის უგუნური. გონიერებაში არ იგულისხმება განათლება. ზოგს ასე გონია, რომ თუ დაამთავრებს ბაკალავრიატს, მაგისტრატურას, მერე დოქტორანტურას, შემდეგ ახდება პროფესორი რაღაცა, ვიღაცისგან პატივდებული ლექციებს ჩაატარებს და ეს გონიერი არ არის. გონიერება არის, როდესაც ადამიანი იქცევა ისე, როგორც ღმერთმა ადამიანისთვის ადამიანს განუწესა მოქცევა. აქ რა გაგვიწესა ჩვენ ღმერთმა? უნდა გვიყვარდეს ღმერთი, უნდა გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო, უნდა გვიყვარდეს ადამიანი. ასეთ შემთხვევაში თუ ადამიანს ღმერთი უყვარს, ის სხვა ადამიანს არ დაცინის და შეურაცხყოფას არ აყენებს. თუ ადამიანს უყვარს ღმერთი, მას თავის სამშობლოს უყვარს და შესაბამისად სამშობლო მარტო მიწახე, ქვა და წყალი კი არა, ადამიანებიც არიან, ხო ასეა? და ახლა ადამიანი, როგორც ღვთისმკვლელობა, შენთვის არის იქნება ყველაზე ფასეული სიმდიდრე, რაც არის დედამიწაზე, ხო ასეა? ასე ამბობენ მამები, რომ ერთი ადამიანიც კი რანაირი უპატიობაში მყოფიც არ უნდა იყოს, უფრო ძვირფასია ღვთისმთავრში, ვიდრე მთელი ხილული სამყარო. და წაბრი როგორი ფასეულობა ადამიანი. შესაბამისად, უგუნურია ის ადამიანი, ვინც სხვას დაცინის. ასე რომ ქართული გამოცხადაც ხო გაგინდა, ვინც სხვას დაცინის, თავის თავს დაცინის, ასე არის ნათქვამი და ჩვენი წინაპრები გონიერი ხალხი იყვნენ და რაც გარკვეული მათი ასეთი ნათქვამით, რა თქმა უნდა, ქრისტიანობასთან და ქრისტიანული ცხოვრებისთან შეიძლება გავაიგივოთ და მიდგომასთან ამ შემთხვევაში რა. ასე რომ ვინც მაცხოვარს შეურაცხყოფდნენ, ვინც იობს ში რაღაცა ბიძს ეძებდა, იცოდეთ რომ ისინი საკუთარ თავს აზიანებენ. ასე რომ ჩვენც თუ გინდა რომ ვიცხოვროთ სწორად, უნდა მოვერიდოთ სხვის დაცინვას, შეურაცხყოფას, იმიტომ რომ ადამიანში ჩვენ უნდა ვიხედებოდეთ ღვთის ხატებას. და თუ ღვთის ხატებას ადამიანში იხედები, შენ აღარ ვიცი შენ თავისუფლებას რომ ასდაცინო რა და თუ დაცინი გამოდის შენ ღმერთს შეურაცხყოფ, ხო? გახსოვთ წინა წერილში ასეთი რაღაცა წერია, რომ როდესაც მაცხოვართან მიდიან ერთნი და მაცხოვარი ეუბნეო და როცა ვიყავი მშიერი არ ჩამოწვიდ, ავანტყოფი არ ვნახეთ და ასე შემდეგ და სად იყავი უფალო და როდესაც ერთი თქვენი მოძმეთაგანს არ დაეხმარეთ, როცა უჭირდა არანუგეშეთ, ის მე ვიყავი, ასე ამბობს უფალო. ვინც მეგობრებს გასცემს ანგარებით, მათ შვილებს თვალიშინი აკვდება. ვინგაცა ყველაზე დიდი გამცემლობა სამყაროში რა მოხდა, როდესაც გაყიდეს. გახორციელებული ღმერთი, ეს იყო ყველაზე დიდი ღალატი, რაც მომხდარა ზოგადად დედამიწაზე, როდესაც იუდამ მისთვის განკაცებული. მარტო მისთვის კი არა, მთელი კაცობრიობისთვის, ყველა ადამიანი, ადამიანის ზისთვის განკაცებული ღმერთი გაყიდა 30 ვერსკით. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც გასცემს მეორეს, მისთვის მოკლედ ბედნიერება თავდება. იუდა არის არქეტიპი ყველა იმ ადამიანისა, რომელიც მეგობარს გაყიდის რაღაცა მიზეზების გამო. მეგობრობა არის ის ფასეულობა, რომელიცაც უნდა ვუხდით ჩვენ. სამწუხაროდ, ადამიანური სისუსტეების გამო ჩვენ ხანდახან ვერ ვიქცევით ისე როგორც საჭიროა და ღმერთმა მოგცეს ზალა, რომ თუ არასწორად მოვიქცევით, ეს გამოვასწოროთ. ამაში მე შეიძლება და ყველა გულისხმობ ახლა რა. ასე იმიტომ რომ ჩვენ გვეშლება ხოლმე გულს ტკენთ ხოლმე შეიძლება ჩვენი ზახლობელ ადამიანს ისე რომ ვერც კი ვაცნობიერებთ, არადა უფალი გვაუწყებს ჩვენ წმინდა წერილში. თუ შენი მოყვასი, რომელსაც იხედებიო, ის არ გიყვარს, რომ მე რომელსაც ვერ მიხედები, როგორ შემიყვარებ. გამიგეთ? ანუ ჩვენი ღვთის სიყვარული იცდება ჩვენი ადამიანებთან დამოკიდებულებით. როგორი დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ ადამიანებთან, იქიდან ცხადია, ადამიანს უყვარს რა ღმერთი. თუ გიყვარს ღმერთი, შენ ადამიანებს არ უნდა გწევდეს. გამიგეთ? აქედან გამომდინარე შეიძლება თქვა,
და წმინდა მომები ამას გვასწავლია. ერთი ადამიანი იწო, გძულთ ის ერთი ადამიანი იწო. ზიარი ვერ შეიძლება. შეიძლება ანგელოზივით იცხოვრო. ანგელოზი როგორ იცხოვრო ვიღაცა გძულს, აი ესე არ ჩადიხარ ფიზიკურად წოდები. არავინ ასე არ განიკითხა რაღაცა, მაგრამ ერთი ადამიანი არ გიყავს და გძულს ფოსო რა. მაინც არ შეიძლება ზიარება. შეიძლება თელი მარხვა საჭმელი არ ჭამა. წყალი არ დალიო, წყლის გარშ ვერ გაძლება, მაგათი მარტო წყალის მიწაზე დაწიქი, რა ვიცი ახლა გალახაკე ხურები ურიგე საჭმელი და ამდენს ვიღაცა გძულს, ზიარება მაინც არ შეიძლება. ისმი აი ესეთი როგორი მნიშვნელოვანია ადამიანთან ჩვენი დამოკიდებულება ადამიანებთან. დარდი ხალხი საარაკოდ გამხადა და პიშის საფურთხებელად ვიქეცი. ვისაფურთხეს? აქაც კიდე მასკოვართან მივდივარ ჩვენ. ვისაფურთხეს? ახლა ჩვენ რო შეურაცხყოფა მოგვაკვირდა შეგვაფურთხო, არც არაფერი არის, იმიტომ რომ შეიძლება ნამდვილად ვარ ჩვენ. რაღაცების ღირსი, მაგრამ წარმოიდგინეთ, კაცობრიობა და ადამიანები ისე დაიცნიან, დაციმის ისეთი სიღრმე აჩვენეს, რომ განკაცებული მაცხოვრს ანერწყებდნენ. წარმოიდგინეთ, როგორი საშინელება დღეს მორწმუნე ადამიანი შეგვწუნდება და ალბათ ჩვენ შევძრწუნდით, როდესაც გავიგეთ, რომ ვიღაცა დედაკაცმა ავდიატყობა მე როგორც ვიცი, თავის თავს ხალად იდენტიფიცირებას ახდენს ეს არსება, რომ მივიდა და ხაც რომ რაღაცები ესროლა. და როგორ ყველა მორწმუნე ადამიანი, როგორ ნორმალ მორწმუნეც რო არ ყოფილი უბრალოდ ადამიანი, ალბათ რომელსაც ახლა სიყვარული აქვს ვიღაც ისე მიმართ მაინც როგორ გაბრაზდა რა. ხო, ასე იყო და წარმოიდგინეთ როგორი და ეს არ უნდა გაგვიგვირდეთ ჩვენ ასეთი ადამიანის ასეთი დაცემა, იმიტომ რომ ხალხმა თვითონ განკაცებულ ღმერთს ანერწყეს. შეურაცხყოფა აყენებდნენ და ურტყავდნენ. წარმოიდგინეთ, ასე რომ ეს არ არის გასაკვირი, გაბოროტებული, ეშმაკზე დამონებული ადამიანისგან ყველაფერი მოსალოდნელია, აბსოლუტურად. ასე რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად ძალიან, იმიტომ რომ ადამიანი ეშმაკი ებრძვის თანდათან. თანდათან ათმობიერებს ადამიანებს რაღაც პრინციპებს. ეშმაკი ადამიანის დაღუპვა კი უნდა და უნდა მყისიერად დაღუპოს და გაანადგუროს ადამიანი, მაგრამ იცის რომ თვალა პირდაპირ რაღაცა ისეთებს რადიკალურ რაღაცა მოსაზრებებს შეთავაზებს, შეიძლება ადამიანო უარი თქვას. მაგრამ ნელ-ნელა შეაყარეს თანდათანობის პრინციპი. არის ყველაზე საყვარელი ილეთი, რომლითაც ეშმაკი ადამიანს ებრძვის. ერთ-ერთი ილეთი. ესე ნელ-ნელა ადამიანს აშორებს ღმერთს. მაგალითად, დააწყებებს ამ ზანის ზოგადად რო ვილაპარაკოთ, კონკრეტულ გაზრო გადავიდეთ. მაგალითად ადამიანს ალბათ საქართველოს ცხოვრება ადამიანთა დიდი ნაწილი არ ახსარება ნათქვამი. შეიძლება უბრალოდ ძალიან ბევრი ნაზიარებიც არის, მაგრამ დღეს ეკლესიაში არ დადის ყველა. და რატო იცი? ასე ნელ-ნელა თანდათანობით დაათმობია იმათ ეშმაკმა არ მიცა უფლება რომ ქრისტე გაეცნოთ ადამიანებს. იმიტომ რომ თუ ქრისტეს გაიცნობს ადამიანი, ცოტა მაინც რამდენად ადამიანს შეუძლია, რა თქმა უნდა, რომ ღმერთის შეცნობა შეუძლებელია უფალი ამბობს სახარებაში. ვერავინ ვერ შეიმეცნა მამა, მხოლოდ ზემო, რომელსაც ის გამოთქვა. გამიგეთ? ან ჩვენ ღმერთს ვერასდროს ვერ ჩავწოდებით ბოლომდე მის არს, შეუძლებელია ის არსის ჩაწოდება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ღმერთის შესახებ ცოდნა, ის რამდენიც მან ჩვენ მოგცა, ჩვენ იმდენზე შევიდეთ, რამდენსაც ჩვენ ადამიანს შეცევს ამისი ძალა. ხო და ის ადამიანი, რომელიც ტოვებენ ეკლესიას, მათ ამის სურვილიც არ ქონდათ ეთყობა და ღმერთშმაკმა ისე დაუგო ხაფანგები, რომ არ მიცა უფლება, რომ გაიცნო ქრისტე იმდენად, რამდენიც მას შეეძლო, იმიტომ რომ ვისაც ვინც გაიცნო ქრისტე, შეუძლებელი ეკლესია დატოვა რა, შეუძლებელია რა. ასე რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ აუცილებლად გავიცნოთ ქრისტე და შეგვიყვარდება ის და აუცილებლად არ დავთმოთ ეკლესიას. ეს არის ერთადერთი საშუალება, რომელთაც შეიძლება ჩვენ შევინარჩუნოთ ადამიანობა. ხო, ესე იგი და დაცემის სიღრმეზე ვსაუბრობდი და ისიც დავამთავროთ ბალვები და შევეცდები ახლა მე აღარ გადახვევები აღარ გავაკეთებ, მოკლედ წავიდეთ. არ იცნობდნენ ქრისტეს. შესაბამისად, მასში ურაცხყოფას აყენებდნენ. არ იცნობდა ის არსება ქრისტეს, შევიდა მის ტაძარში, ქრისტეს ტაძარში და იმ ხალხში ურაცხყოფა მიეღენა. ეს ელოდება ყველა იმ ადამიანს, ვინც დაშორდება ღმერთს. ფიზიკურად, მერე გონებით, მერე სულით და ყველაფრით რა. მაგრამ ერთი რამეც არის სათქმელი, რომ სანამ ადამიანი ცოცხალია, მას შეუძლია გამოსწორება. იუდას შემთხვევა გვაძლევს ჩვენ ამის თქმის უფლებას. იუდა ღმერთმა არ გაწირა ბოლომდე, როცა გაყიდა მაცხოვარი წავიდა, გახსოვთ ჩვენ ამაზე გვისაუბრებთ, გაგახსენებთ, სახშობელაზე თავი ჩამოიკიდა, თოკი გაუწყდა, დავარდა კიდევ და სინანულის დრო, მაინც არ მოინანია და ბოლოს ჩვენ ვიცით რომ მისი ნაწლავები მოკლედ გზაზე გაიფინაო რა.
არსებობს მოსაზრება ეთილმა გადაუვარი ის გასაგები იყო და ასე შემდეგ. მოკლედ ადამიანს ღმერთი ყოველთვის აძლევს შანსს რომ გამოსწორდეს და ღმერთმა მოგცეს გონიერება, სული გონიერი, რომ თუ შეგვეშლება ბოდიში მოვიხდით, მაგრამ შევეცდებით რომ არ შეგვეშალოს. მოკლედ აი ესეთი პრინციპით უნდა ვიცხოთ. გაუგდებიან ამის გამო წვენი და უბრალოდ უხდების აუმხედრებენ მართლაც ახლა როგორც ჩვენ ვთქვით ახლა კონკრეტულ მაგალითზე მორწმუნე ადამიანები ვისაც ახლა უყვართ უფალი ამ მაგალითზე მაგალითად ყველა ადამიანს უახლდება ის ტკივილი ალბათ როდესაც დიდ პარასკევს იხსენებს იმ ვნებებს რომელი ვნებები ჩვენთვის დაითმინა უფალმა ხო ვისაც მორწმუნე ადამიანია იმ საგალობლების საკითხის შემდეგ რომელიც ეკლესიაში იკითხება რომელიც წმინდა მამების მიერ არის დაწერილი ალბათ ყველა ადამიანს გულის სიმები ცოტა შეერხება ხოლმე რომ გაიხსენებს ცოტა მაინც შეეცდება რომ ოდნავათაც მაინც შეეხოს ტკივილებს რომელი ტკივილებიც უცოდველმა განკაცებულმა ღმერთმა ჩვენი ცოდებისთვის დაითმინა ხო გული ხორტმო ტკივილი გვევსება ასევე ჩვენ დაგვწყდა გული როდესაც ეს ფაქტი გავიგეთ ასევე ყველა ადამიანი ვინც არის წრფელი იმას ყოველთვის ტკივა როდესაც მისთვის ყველაზე საყვარელ არსებას ღმერთს შეურაცხყოფენ მართალი თავი გზას დაიჭერს და ხელწმიდა კაცი ძალას მოიცემს და უნდა ვიცოდეთ რომ მართალი ადამიანი აუცილებლად იდგება და იქნება მაცხონებელ გზაზე, მივამ მაცხონებელ ალაგზე და ის აუცილებლად სურს იწვევს. შეიძლება ამ ქვეყანაზე ჩვენ იმედია მართლები ვართ, კი ვართ მართლმადიდებლები ეკლესიის წევრები, იმედი ასე ვიქნებით ბოლომდე. ჩვენ აქ შეუწროებული ვიქნებით, პატივში არ გვეყოლებით, ეს ასეა და ასე იცოდეთ, ასე იქნება, მაგრამ თუ ბოლომდე დაითმენ, აუცილებლად ცხონდები, ხო? სასופებლისკენ სავალი გზა არის ძალიან კივნეული, ძალიან ვიწრო, ძალიან ძნელი, ეკალბარდებით მოფენილი, მაგრამ ბოლოში ჩვენ გველოდება ნეტარი ტკივილი სასופველიცადა, რომლის პირის იმედია ღმერთი გაგვხდის, ხო? თქვენ კი მობრუნდით, მოდით ყველანი, ბრძენს მაინც ვერ პოვებთ თქვენ შორის. ესე იმ უღმერთო ადამიანებს მიმართავს იობი რა. ნამდვილად ბრძენი, ურწმუნო ადამიანი, ვისაც ღმერთი არ უყვარს, ვერ იქნება წოდებული ქრისტიანული თვალსაზრისით ბრძა ადამიანი. ჩაიერეთ ჩემმა დღეებმა გამიგაცვლას რაფები ჩემი გულის მონაგარი ისინი ღამით დედა აქცევენ მიადგა ნათელი წყუდიადის პირას და მართლაც ასეთია ურწმუნო ადამიანები სწორზე ამბობენ არასწორზე ამბობენ სწორია რა აი ესე არის ახლა ამის წინ ერთ რაღაცას უყურებდი სიუჟეტს სადაც ერთ ადამიანს ახლა იმაზედაც უკვე ცოტა 21 საუკუნის ამ პერიოდში ცოტა ფრთხილად ხოლმე რომ ზოგს ხალი და ზოგს კაცი უწოდო მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ხალი და კაცი არის მხოლოდ სხვა მეტი არაფერი არსებობს, სხვა გენდერი. ანუ ზოგიერთი ამბობს, რომ მე არც ხალი ვარ, არც კაცი ვარ, ასე იძახიან ზოგიერთი, რა ვიცი ახლა და. ნუ მოკლედ ერთი პიროვნებაზე მე მგონი არ ვარ პიროვნება, ზოგი პიროვნებაზედაც ამბობენ უარს. და ადამიანობაზედაც ამბობენ უარს და ამბობენ რომ ვარ მაგალითად იდენტიფიცირებას ვახდე როგორც კატას. ასეთ რაღაცასაც იძახიან, იდონეზია დაცემული და ერთ-ერთს ასეც ეკითხებიან ახლა რა. არ ვიცი ახლა ის თავს როგორ თვლით, რომ რამდენი სქესი არსებობს. ვერ გაგცეთ პასუხს. დირექტივა მიღია. აი როგორ ადამიანის დაცემის სიღრმე რა. აი მეტი რა უნდა თქვა ახლა რა. ამ დროს ჩვენ ყველა ვიცით რომ სამყაროში არსებობს მხოლოდ მამაკაცი და დედაკაცი. სამთავრობის წარმომადგენლები. კი ბატონო, ხო რა ვიცი ერთმა გამომართვა შეიძლება ახლა იმ მომენტში დაიბნა, ჩვენ ასე ვიფიქროთ, რაღაცი შეეშინდა, შეიძლება გასამრჯელო, ალბათ უთხრეს რომ ხელფას არ მოგცევა რაღაც. არ ვიცი ახლა, ნუ ღმერთმა უშველოს, მე არაფერს არ ვიცი. უბრალოდ ისე ეს მარტო კონკრეტულ ადამიანზე კი ვლაპარაკობ, ესე ახლა ბევრი არიან სამწუხაროდ. ბევრი არიან და ღმერთმა ყველას გონება გაუნათოს, ხო? თუ მოველი რასმე ქვესკნეს, ჩემს სახლს წვიეთში გავშალი ჩემი სახლი, ეს სახლობს შავძაღი, мама ჩემი ხარიში, ჭიაღუებ ჩემი დედა და ჩემი ხარფო. დაინახე როგორ სიტყვებია, საოცარი რაღაცა არის. როდესაც ადამიანი იობი მიმართავს საფლავს, ჩემი სახლი ხარ. ხო და მერე, მაგრამ საფლავს ჩაძახე ჩემი мама ხარ და ჭიაღუებ ჩემი დედა. რა ელოდება ადამიანს? ეს პერსპექტივა ჩვენი, თქვათ ახლა რა. არცთვის სახერბიელო ჩვენი ხორცის, მაგრამ ჩვენი სულისთვის აუცილებლად უნდა გქონდეს იმედი ნეტარი, ტკბილი, სასופველიცად, მაგრამ ჩვენ სხეულსაც ელოდება მერე ნეტარყოფა, თუ აქ ჩვენ სწორად ვიცხოვრობ. დროებით ჩვენი სხეულის შეჭამს მისი დედა, როგორც უწოდებს, წმინდა იობი, ჭიებს, ხო? შეჭამს, მაგრამ იმედია მამა ჩვენი ღმერთი ჩვენი
ესე იგი სათაყვანებელი, აუცილებლად ღმერთი, აუცილებლად შეიყვანს ჩვენს სულს უფლის მეურვებისმოსვლის სასופველში და მერე უკვე უფლის მეურვებისმოსვლის შემდეგ ჩვენს სხეულიც, რომელიც მაშინ ალბათ კვერი იქნება, გახდის ღირსად, რომ სასופველის კვიდრი გახდეს. მიგეთ? ასე რომ, აქაც ახლა სიკვდილზე შეიძლება ჩაფიქრდეს ადამიანი. სიკვდილი ეს რა შეიძლება ნუგიში ნახოთ ჩვენ აქ. სიკვდილი არ არის დასასრული. ასე გვასწავლიან მამები. რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენთაგან როცა იწყებს სიკვდილზე ფიქრს, იმ წამსვე რაღაცა ესე იგი ტკივილი შემოდის, შეიძლება რაღაცა დაიჭვება, რაღაც კითხვის ნიშანი შეიძლება ჩნდება ადამიანის გონებაში, მაგრამ ფაქტი ერთი არის, ჩვენ ამას ვერ გავიქცევით. ვერ გავიქცევით რა. სადაც არ უნდა წახვიდე, რაც არ უნდა გააკეთო, ვერ გავიქცევით. ჩვენ აუცილებლად შევხვდებით მას. და მორწმუნე ადამიანებს ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს არის დასაწყისი მარადიული ნეტარი ცხოვრებისა და ამისთვის ვემზადებით სწორედ. ასე რომ ამას როცა ვკითხულობთ, საფრთხეობრივ სასწრაფოთილებაში კი არა, მეტიც ახლა წმინდა მამები ოცნებობდნენ რომ ღმერთ შეგვახვედრეო უბრალოდ და მალე შევხვდებით, მალე გვინდა შესასრულში შევიდეთო და იმედია ჩვენც ოდესმე მივალთ ამ კონდიციამდე და სიკვდილის კი არ შეგვეშინდება, სიკვდილი იქნება სიხარული იმისთვის, რომ ეს არის საშუალება ღმერთის პირისპირ ხილვით, ამ პირისპირ ხილვაში გულისხმობ იმდენად, რამდენიც ადამიანის ბუნებას ზავუց ღმერთის ხილვა. ჩავა ქვესკნელის კარიბჭეებისაკენ, სადაც ერთად გვექნება სავანი მტვერში. და მართლაც ყველა ადამიანს, რომლებიც აქ ცდილობენ, ხო იხედებით ახლა პოლიტიკური, ესე იგი ვნებათა ღელვა, რას ემსახურება იმისთვის, რომ ადამიანი პატივში მოხდეს, ხო? გახდეს თანამდებობის პირი, მერე დაიქვემდებაროს უამრავი ადამიანი და ასე შემდეგ, ამ პატივისთვის, ფულისთვის, დიდებისთვის, ყველას და ყველაფერს, ყველა რა თქმა უნდა ასეთი არ იქცევა, მაგრამ ხო ვიცი ჩვენ ადამიანები, რომ ამ რაღაცა მიღწევების გამო ყველას და ყველაფერს ივიწყებს. მაგალითად არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება ბავშვობის მეგობარი იყოს შენი და შეიძლება გამარჯვებაც არ გითხრეს და საერთოდ დავიწყო, რომ ზარი გახდება ჩინოვნიკი და მე როდესაც მიწაზე დაინარსხებ, მე გაახსენდება ყველა და ყველაფერი თავის გარშემო არის სამწუხაროდ ასეთი რაღაცები, მადლობა მოს ყოველთვის არა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს. მილიარდელმაც, არის ტრილიონერი არის თუ ნე არ ვიცი, მაგრამ მილიარდელები კი ყავს დედამიწაზე ენა რაოდენობით. ყველა საბოლოო არის როგორც იობი ეუბნება. სავანე მტვერში, ტრად გადავიქცევით ყველა. ასე რომ ვიცხოვროთ ისე, რომ ჩვენი სახელი გახსენებაზე ადამიანებს ცრემლი მოადგეს თვალზე, რომ მოენატროთ. იმედია ვიცხოვრებთ ისე, რომ ჩვენი სახელის გაგონება ზიტყიან. აკაი ადამიანი იყო და როგორ დააკავდაო ამ სამყაროს. იმედი ასე იქნება. ასე რომ ღმერთმა დაგლოცოთ გაგაძლიეროთ, წავიკიდეთ მე-17 თავი. კი იყო რაღაცა ისეთი მოგფერებში, რაც სენტიმენტები გამოიწვია თითოეულ ჩვენთაგანში შესაძლებელია, მაგრამ იმედია ეს იქნება იმედი მომავალი ბედნიერი ცხოვრების. მოკლედ მომავალ შაბათს ჩვენ ვისაუბრებთ საკმაოდ სუფულთაზე, იმედია ღმერთის შეწამლით და ორი კვირის შემდეგ გავაგზავნებთ იობის წიგნის კითხვას. ამინ.